სულისა და ხორცის საზრდო ღმერთმა მოგცეთ ხვავრიელი შეგეწიოთ მადლის საღმრთო მარიამი გაბრიელი სინდისი წმინდა არის სიმშვიდე შებღალულის კი გვიმძიმს სტარება სიხარულს ღმრთისგან ვეღარ ვითვლიდეთ გვლოცავს გვამხნევებს ერსა ხარება გილოცავთ ჩემო ძვირფასებო შეძლებს დაგვარად სულ სიხარულსა და სიყვარულში გაგეტარებინოთ თქვენი ცხოვრება პირველი ორი სტროფი დავიწყე ზუსტად იმ ორი დღის საპატივსაცემოდ რომელსაც განსაკუთრებული პატივისცემი და სიყვარული თავღნიშნავთ ეს გახლავთ ხარების დღესასწაული და მისი მომდევნო მეორე დღე გაბრიელ მთავარ ანგელოზის კრება და აქვე წაგიკითხავთ ლოცვას ლოცვის სიტყვებს რომლებიც ამ დღეს მიუძღვენი და რომელიც შემდეგ მომავალ წიგნში გამოჩნდება რომლის სათაურიც იქნება ჩემი ლოცვა დედაო სიხარულისაო რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა მომმადლი სიხარულსა გამოუთქმელსა გარნა მე საკრაველთა მიერ ცოდვათა ჩემთასა შეკრულსა არაი ძალმის გულის ხმისყოფად თუ ვითარი არ სიხარული და შვება ისულისა შემეწიე დღესა ამას აღქმად ყოვლისა სიკეთისა რასაცა მიწყალობებ მხურვალედ მედრებელსა ძისა შენისასა ყოვლად წმინდისა ძეო იესო მილხინე მრიდე ხიბლს წამიერსო მადლი და მშვიდობა ძვირფასებო და სრულიად საქართველო არ დავარღვევ ტრადიციას და უპირველესად დიდ მადლობას მოგახსენებთ გამოთქმული აზრის შენიშვნების ნებისმიერი ფორმით შეფასების და კეთილი კომენტარებისთვის ჩემი გადაცემის და კონკრეტულად კი ტელეკომპანია პლუსის მიმართ რომელსაც მე სულ მადლობ და შეუწიროს ღმერთმა ის რომ ჩვენ გვაძლევს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას ჩვენ კი გავაგრძელებთ ტრადიციულად და შეგახსენებთ რომ კითხულობთ ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული მეორე სახარების განმარტებას რომელსაც სათაურად ასეთი სათაური აქვს სახარება ზეციური პურის შესახებ სულ გავიმეორებ რომ ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ელიმიროვიჩი თარგმანი კი გახლავთ ჩემი და როგორც კი უფლის ანგელოზმა ეს თქვა მოულოდნელად მასთან ერთად გამოჩნდა ღვთისმადიდებელ მრავალრიცხოვან მხედრობათა გუნდი მხოლოდ უფალი ღმერთია მშვენიერები და ბრწყინვალებით ანგელოზებზე უმეტესად სრულყოფილი მხოლოდ მისი ხმა გახლავთ ანგელოზურ გალობაზე უმაღლესად კბილხმოვალი და ცხოველმყოფელი დიდებულ ესაიას ესმა ანგელოზთა ხმა მომამდოვრებელი ოდეს გალობდნენ წმინდა არს უფალი საბაოთ სავსე არიან ქვეყანა ცანი და დიდებითა მისითა ხოლო ახალი აღთქმის საიდუმლოთა უდიდებულესად მხედველი წმინდა იოანე მახარებელი ანგელოზების შესახებ თავის ხილვას ამ სიტყვებით გადმოგცემს და მე ვიხილე და მესმა ტახტის ირგვლივ მდგომარე მრავალ ანგელოზთა ხმა იქ იყვნენ ცხოველებიც და უხუცესებიც რომელთა რიცხვიც ათასობით ათასებს ითვლიდა
შეგიძლიათ ნახოთ გამოცხადების მეხუთე თავის მე-11 მუხლი. ასეთი ზეციური დიდებულება განეცხადა ბეთლემის უბრალო მწყემსებსაც. მანამდე კი ამ ბრწყინვალების ხილვა მხოლოდ ცალკეულ რჩეულებს შეეძლოთ და წმინდა წერილის მონათხრობიდან ერთადერთი შემთხვევა გახლავთ, როცა მოკვდავთა ჯგუფმა ცხადად იხილა ეს ყველაფერი და ანგელოზთა უკვდავ მხედრობის ხმები ისმინა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე ქრისტეს მოსვლით ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უბრალო და წმინდა გულის წყუროდაზეცა ბოლომდე გადაიხსნა მათთვის სახილველად და მოსასმენადაც, მაგრამ ანგელოზთა ამ გამოცხადებამ ადამიანებისთვის მანამდე უცნობი და წმინდა წერილშიც გაუხმაურებელი სხვა ამბავიც ჩამოიტანა. ეს არის ახალი საგალობელი, რომელსაც გალობენ ანგელოზები. დიდებულ ესაიას ესმოდა თუ როგორ გალობენ ანგელოზები წმინდარს, წმინდარს, წმინდარს უფალი საბაოდ. ის საგალობელი უკიდურესად ღვთისმაქებელმა დიდებელია, მაგრამ ახლა მწყემსების თვალწინ გალობენ ანგელოზები ახალ საგალობელს, რომელსაც შეიძლება რომ ხსნის პროგრამის ჰიმნის კი ეწოდოს. ეს საგალობელი ახალი ასე ჟღერდა: დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. როცა ადამიანები უწინარეს ყოვლისა გულითადი სიხარულის ჟამს ადიდებენ მაღალთაშინა ღმერთსა და არა ადამიანის მიერ მოგონილ ქვეყანასა ზედა ეგრეთ წოდებულ ღმერთს, ამის შედეგად ქვეყანასა ზედა მშვიდობა მყარდება, კაცთა შორის სათნოება. უფალი იესო ქრისტე ზუსტად იმისათვის გაანკაცდა, რომ მთელმა ქვეყნიერებამ ადიდოს მაღალთაშინა მყოფი ღმერთი და ამით დამყარდეს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მე ვარ უფალი და არ არსებობს სხვა. მე ვარ, რომელი ვქმნი ნათელს და წარმოვქმნი ბნელს, ჭირს და ლხინს მე განვაგებ. მე ვარ უფალი და ამ ყოველივეს ვიქმ მხოლოდ მე. გვეუბნება ესაია წინასწარმეტყველი 45 თავის მე-6, მე-7 მუხლებში. ვიდრემდის ჩვენი პირველ მშობელი ადამი გული და ბაგეებით მარადის უგალობდა მის ზემდგომ ღმერთს, მისი არსიც მშვიდობას მოეცვა. ესე იგი მის სხეულს ვერ ტანჯავდნენ და თელავდნენ გულის თქმები და ვნებები, არამედ სულთან და სხეულთან მიმართებაშიც სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა და ვიდრემდის კეთილი ნებით, ანუ სათნოებით იყო აღჭურვილი როგორც შემოქმედის, ასევე მის გარემომცველ საღვთო მიმართ სიყვარულით ნეტარებდა, ხოლო როცა შესწოდა, გული შეეკუმშა შიშისაგან, ბაგენი დაუდუმდნენ წრძოლისაგან, შფოთვამ მოიცვა მისი მთლიანი არსება და ბოროტმა ნებამ უფრო სწრაფად იმძლავრა მასში, თითქოს საშინელ სიზმარში ჩაიძირა. ბოროტი ნება ღმთის საკუთარი თავის, მისი ცოლის და 64 ყველა ქმნილების მიმართ დაეუფლა საბრალოს. მაგრამ და მაშინ მან შიშვლად შეიგრძნო საკუთარი თავი და ღმთის პირისაგან იწყო დაფარვა. ადამისეულ ცოდვიდან ქრისტემდე მოყოლებული მხოლოდ ცალკეულ მართლებს აბელს, ენუქს, ნოეს, აბრაამს, ისააკს და იაკობს და სხვა დანარჩენ მრავალ შეეძლოთ და შეძლეს კიდეც მაღალთაშინა მყოფ ღვთის განდიდება, მშვიდობის დამყარება ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება. დანარჩენები კი დედამიწაზე ან საკუთარ გაღმრთომილ სხეულების, ან გამოგონილ კერპების, ან და სულად სხვადასხვა მდაბიურ ღმერთების განდიდებით განშორდნენ და განცალკევდნენ ერთმანეთისაგან. და დაიწყო გაცხარებული კამათი ბრძოლა ადამიანებს შორის იმის თაობაზე, თუ რომელი ღმრთაება უნდა იქნეს განდიდებული. ჭეშმარიტ ღმერთის არ განდიდებამ და ცრუ გამოგონილ ღმერთების პატივისცემამ გამოიწვია მთელ დედამიწაზე სიმშვიდის დარღვევა და ამ ყოველივემ კი დასაბამი დაუდო ადამიანებში ბოროტ ნებას, რამაც ადამიანის ცხოვრება
ბაბილონურ აღრევად და ჯოჯოხეთურ ცეცხლად გადააქცია. ახალ შესაქმეში ის სამი რამ არის აღსადგენი, რომელთაც ადამი გააბედნიერეს სამოთხეში. ამიტომაც ახალი ადამის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობისას ცხოვრების უდიდებულეს ჰიმნს გალობს. დიდება მაღალთაში ნაღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის ათმება. ამიტომ არის, რომ ყველა მოციქული თავის ეპისტოლეში მიაგებს დიდებას და მადლიერებას მაღალთაში ნაღმერთსა, ხოლო პავლე მოციქული კი წამოიძახებს რამე თუ იგი არს მშვიდობა ჩვენი. აი აქ შევწყვეტ ჩემო ძვირფასებო დროებით კითხვას და გავაგრძელებთ შემდეგ გადაცემაში. დაგლოცოთ დედა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ღირსი მაქსიმე აღფსარებელის მიხედვით განვაგრძობთ. ახლა კი კვლავ გავიხსენოთ ჩვენი ტკბილი იესოს ტაძრად მიყვანება და მისი შემდგომი საქმეები, რადგან ეს ყოველივე უკვდავი და მეტად კურთხეული დედის დიდებაც არის და ხოტბის შესხმაც. იგი თანაზე არის და მონაწილეა ყოველი მონათხრობისა, რომელსაც უფალზე ვამბობთ, რადგან სიტყვით არ განიყოფება ის, რაც ბუნებითა და თვისებით არის შეერთებული. როგორც უკვე ითქვა, მერვე დღეს აღსრულდა ყრმის წინა დაცვეთა და ეწოდა მას იესო, როგორც მთავარანგელოზმა აუწყა ქალწულ მარიამს. მაგრამ ეს მერვე დღე ამავდროულად იყო კვირის, შვიდეულის, პირველი დღე კვირა დღე. ამავე დღეს ეხარა ქალწულს ხარება ანგელოზისგან. ამ დღესვე იშვა ქრისტე ქალწულისაგან და კვლავაც ამ დღეს აღსდგა იგი მკვდრეთით. კვირა დღეს აღსრულდება ყოველთა აღდგომა და მისი მეორედ მოსვლა დიდებით ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად. ამის გამოა წმინდა და დიდებული ეს დღე, ერთშაბათი რომ ერქვა მანამდე, რომელიც იმიტომ იწოდება წმინდა კვირა დღედ, რომ ყველა ეს დიდებული საიდუმლო ამ დღეს აღსრულდა. და მე აქ დავამატებ ჩემო ძვირფასებო, რომ თვითონ სახელი კვიროს ნიშნავს უფალს და სრულიად მიესადაგება ამ დღეს და ამ განმარტებას. ასე რომ, როდესაც დადგება კვირა დღე, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ჩაიხედოს თავის სულში და უთხრას, რომ მომცა 6 დღე სამუშაოდ და 8 წლისთვის უფალმა, მე-7 დღე კი მას ეკუთვნის კვირაა და ამიტომ მე ვალდებული ვარ მის მსახურებაზე რომ დავესწრო. ოღონდ თუ მივალთ, უნდა მივიდეთ იქ შემოსვლილი გულით და მხოლოდ წმინდას რახვებით, როგორც ტაძრის, ასევე იქ მრევლის მიმართ, რათა არ განვიკითხოთ ჩვენი თანამოძმე. და ეს გამოჩნდება მაშინ, თუ ჩვენ მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე ფიქრით მივადგებით ტაძრის კარებს. მაპატიეთ ეს მცირეოდენი გადახვევა, მაგრამ არ ვიცი, რაღაცნაირად გამიჩნდა სურვილი, რომ ეს თქვენთვის მეთქვა. დანარჩენ საკითხავს კი გავაგრძელებთ შემდგომ გადაცემას. ეხლა კი მივუბრუნდეთ კვლავ ანგელოზთა წიგნს. მრავალი ადამიანი დასცინის რწმენას დემონის შესახებ. შესაძლოა დაეჭვდე ამ სწავლების ჭეშმარიტებაში? ბოროტი ძალების, ანუ დემონების არსებობა დამტკიცებულია არა მარტო წმინდა წერილის, არამედ სხვადასხვა ერისა და ტომის ერთსულოვანი თანხმობის შედეგად.
აი რას ეუბნებოდა ტერტულიანე რომაელ სენატორებს. დემონთა სახელი თქვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ფილოსოფოსებმა და პოეტებმა დაადასტურეს, რომ იცნობენ ამ ღვთისგან განდგომილ სულებს, რომელთა ყოველი მცდელობა ადამიანის დაღუპვისკენაა მიმართული. იხილეთ ტერტულიანეს აპოლოგიის 22 გვერდი. ბოროტ სულთა ქმედება აშკარაა იმათვის, ვინც ყურადღებით აკვირდება ქვეყნიერებაზე მომხდარ მოვლენებს. მას საიდან ეს გაშმაგება, რომელთაც ისინი ჩვენ დაღუპას ცდილობენ? მათ არ შეუძლიათ თავს დაესხან ღმერთს. ამიტომ ისინი ებრძვიან მის ქმნილებას, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს და ისინი ჯოჯოხეთურ სიამოვნებას ღვთის ხატების შეურაცხყოფით, შემოქმედისგან მისი უსაყვარლესი ქმნილების დაშორებით იღებენ. ვინ არის ის, რომ ბოროტ სულს სიკეთის ქმნა არ შეუძლია? იგი ენით აუწერელ სიამოვნებას გრძნობს, მაშინ როცა დანაშაულის თანამძრახველისა და სასჯელის გამზიარებლის პოვნას შეძლებს. სატანა ვერ იქნება გულგრილი მაშინ, როცა ადამიანები ზეციური ნეტარების იმედით ცოცხლობენ. მას იმედი დაკარგული აქვს. მას არისხებს იმაზე ფიქრი, რომ უფალი თავისი მადლით ანგელოზთან თანასწორს გვხდის, რომ ღვთის ძემ ადამიანის სახე მიიღო, რათა ღვთის მემკვიდრეებად გავეხადეთ. იხილეთ პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ მეორე თავი მე-12 მუხლი. იგი უსაზღვროდ ბრაზდება იმის გამო, რომ იესო ქრისტეს ერთგული მიმდევრები, დიდებულ ტახტზე მსხდომნი, ანგელოზებთან ერთად განსჯიან მას სამყაროს აღსასრულის შამს. შური ჯოჯოხეთურ ცეცხლზე მეტაწვავს, ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობს თავის მახეში გაგვაბას, სიბრაძეს ჩვენზე ანთხებს. განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა მზაკრული ხრიკებით გვებრძვის და არა ღიად აშკარად. აი, ჩემო ძვირფასებო, კვლავ ამ წიგნს მეუბრუნდები ურთულესიდან უმარტივესამდე. რამოდენიმე ფრაზა გითხარით ჩემ დაუნებურად წეღან ამ წიგნიდან, რომელიც უფრო ცლად შეგხვდება, როცა განვიხილავთ დაწვრილებით. დღეს კი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ასეთ ნაზრებს. იხილე სულო ჩემო, რამე თუ ზომიერებას ითხოვს უფალი შენგან, თუ მოძღვარმა არ დაგიდგინა, ნუ იმარხულებ ეკლესიის მიერ არა დადგენილ საдаг კვირა და სადღესასწაულო დღეებში, რათა არ გააუფერულო ჭეშმარიტად მარხვა, ლოცვა და სოდვებისთვის სინანული. კიდევ წარმოგიდგენთ, ჩემო ძვირფასებო, ორი წმინდანის მიმართ დაწერილ ლოცვის სიტყვებს, რომელიც შევა მომდევნო წიგნში. სარწმუნოებითა მხურვალითა ღვთისა სათნომ ყოფელო და მისათვის მადლისა საკვირველებათასა მომღებელო, ლოცვითა შენითა სათხევლისა თევზითა აღმავსებელო და დახშული ცისა სარკმელთა წყლებისათა გამღებელო მონაო ქრისტესო. მიოხე ცოდვილს ამას და სოფლისა სიყვარულითა საღმთოისა მცნებათა უდებებითა აღმასრულებელსა, რათა შენ მიერ ხსნილი საწამებელთაგან საუკუნეთასა გადიდებდე და განმადიდებელსა შენ საუგალობდე ესრეთ ილარიონის ლოცვით იესო ხსნაი სულისა მომიღიესო. სიტყვითა და საქმითა შენითა ჯალათისა ჭეშმარიტების გზაზე და მომაქცეველო, მიოხე მეცა უბადრუგსა, რომელი ვეტყვი გვირგვინოსან მყოფელსა შენსაცრემლით ამღაღადებელი. ლიდიას ღმერთო ტკბილო იესო, მილხინე ცოდვილთ შორის პირველსო. კვლავ განვიხილოთ ის წმინდანები, რომელთა ხსენებაც დღეს გავიარეთ. მოფცეს, რასაც არ ველოდით ბნელში სხივმა ნათელისა,
ლოცვით 8 წლით არტემონის ზაქარია მარხველისა. რაც ხდება ან არა ხდება, ცით განაგებს დიდ ღმრთის ხელი, გვიხსნის ლოცვა დასწავლება სერაფიმე ვირიცელის. და აი დავასრულებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემას. ლექსათქმული სახარებით კითხულობთ კვლავ ლუკას სახარებას მე-6 თავის მე-17-23 მუხლები, სადაც ქრისტეს მიერი ნეტარებებია განმარტებული. ამას სოფლის ცრუსიამით თვალებს რული ეპარება და ის უფრო ცუდი არის სულს რომ ეს არ ედარდება. მიყოლია გულის თქმებს და ხსნათვისი კი ეზარება, შემოქმედი სულითმეს და ქმნილის ხილვა ენატრება. რადგან პირველ მისი იყო, აც კი მტერსა ებარება, ჭამას მადაძილი თითქოს იყოს სრული ნეტარება. აღიხილნა თვისნი თვალნი და მიაპყრო სიყვარულით, ნეტარნი ხართო გლახაკნი, თხოვარენი მარად სულით. ვისაც გშიათ კლავთ წყურვილი, საღმთოისა სამართალის, განზღებითო ამ სურვილის ასრულებით მომავალში. გაიცინოთ დაილხინოთ, ვინც ამჟავად იგლოვთ გულით, აღარასდროს არ იტიროთ ნეტარება გელით სულის. სახელისა ჩემისათვის დევნულებს და წამებულებს, პირდები მერ მისისათვის ზღვა სიხარულს აწმნებულებს. იხარებდით ვერ ვინ ასწყოს თქვენი შვება სიხარული, თუ დაითმენთ და რთულ აწმყოს ძლევთ ერთურთის სიყვარულით. ამ სიტყვების მოსასმენად მოსულიყვნენ 4 კუთხით, ერისკაცთაც მონაზვნებმაც ქრისტეს მადლი ხელით თუხმით, მიიღეს და სნეულთაც ააზიარეს საკურნებლად, ასწავეს და ეულხმათა ხმა შემატეს სასურველად. ვისწავებდით მისთვის ვნებულთ, მომავალში თუ რა გველის, გლოცავს მშიერთ მწყურვალთ გვემულთ, ღირსი მამა გარესჯელი. რომ საწუთრომ არ წაგვართვას საზღაური ღვთისა დილით, დღეს მშვიდობით წარგვიმართავს კვირიაკე განდეგილი. მოახლოვდა ღვთის მშობლისა, ყოვლადწმინდის საფარველი, შემწე იყოს ქვრივობლისა მცველი, თქვენი 100 წელი. გმადლობ, გლოცავ და